ბანაკი, მინდოდა ამ ყველაფერზე ინფორმაციის მიღება. გენდერული თანასწორობა, როდესაც მესმის, ეს სიტყვა ჩემთვის წარმოადგენს როგორც მიზანს, რომელიც უნდა დავისახოთ დღევანდელმა ახალგაზრდობამ. ამ ბანაკში რომ სესიებსაც დავესწარი, ყველა ძალიან შთაბეჭდავი იყო გენდერულ თანასწორობაზე, იყო ახალგაზრდების სოციალური ჩართულობით. ახლა არის ბიჭების როგორ გამოხატოს ემოციები, აი საოცარი სესიები. დღეს ჩაგვიტარდა 4 სესია. კონკრეტულად ამ სესიაზე ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ თავი მოძალადისგან. ეს გავაკეთეთ კიდეც. ვისწავლეთ სხეულის სენას რა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რომ იყო თავდაჯერებულია, რომ თავდაჯერებულმა უნდა დაიცვა შენი პირადი საზღვრები, უნდა თქვა არა იმაზე, რაც არ გინდა. ძალიან მინდა, რომ ჩვენს დროში მაინც 21 საუკუნეში დამკვიდრდეს გენდერული თანასწორობა, ძალადობაც არ მოიფხრება და უფრო ბედნიერები ვიქნებით. ოკეანია სტერეოტიპების. მაგალითად, ჩემ ქალაქში ძალიან რადიკალურად უყურებენ ამ ყველაფერს. კაცი არ უნდა ჩაისვა შორტი, მაგალითად, გრძელი თვები არ უნდა ქონდეს, თავს თუ უვლის, არ არის ეგეთი როგორიც სხვები არიან. გოგოებსაც ძალიან ბევრი რამ ეხება. გოგო არ უნდა ისწავლოს, უნდა სახლში იყოს, ეხმარებოდეს დედამისს. მე ეს ყველაფერი საერთოდ არ მომწონს, რადგან ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ახალგაზრდები მაქსიმალურად ვართ ამოტივირებულები, ამიტომ ვართ აქ და ამიტომ ვსწავლობთ ამ ყველაფერს. რადგან ცვლილებებისთვის ნაბიჯის გადადგმა გვინდა. ეს ბანაკები, ეს პროგრამები, ტრენინგები мотивაციას უფრო გვაძლევს, რომ რაღაც შევცვალოთ, განვითარდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ყველაფერში, რაც ხდება ჩვენს თემში, ჩვენ საზოგადოებაში, რომ ჩვენი როლიც ვნახოთ აქ. მსგავსი ტიპის ბანაკი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ინფორმაციული, ძალიან გასართობიც ამავდროულად და ყველა ადამიანის შეგრებამდე უნდა დავიდეს ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორც შეიძლება იყოს გენდერული თანასწორობა და მასთან დაკავშირებული სხვა მომდევნო საკითხებიც.